Sakine damშვიდი და მოგვიყევი. დედა რა ხდება? მე ჯექი შვილი და ჯექი. ფიქრეთ, ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგიძლია დავიღუპეთ. ყველაფერი ჩემ გამო მოხდა. ჩემი ზეინები დავღუპე. დეიდა ნორმალურად მომიყევი, ვერაფერი გავიგე. ჩემი ბიჭი ასიემ დაჭრა. ვინ მოიგონა, საიდან მოიტანეთ დეიდა? თვითონ მითხრა. მე და ზეინები წავედით და მის წინაშე დავდექით. მეგონა შერცხვებოდა. არ იწყო და დამალავდა. მაგრამ თვალებში მიყურებდა და მითხრა, რომ მან დაუკვეთა. თან დაამატა, რომ რიგში ჩემი მეორე ვაჟი დგას. Bu işin arkasında sen varsın değil mi? ამ საქმის უკან შენ გახარ? მე. Biri doğacak. თუ ვინმე იბადება, ამის უკან მე ვდგავარ. Biri ölecek. თუ ვინმე მოკვდება, ამის უკანაც მე ვიდგები. Eğer biri ceza თუ ვინმე ციხეში ჩაჯდება, ამის უკანაც მე ვდგავარ. Yani ეს ნიშნავს, რომ benden korkacaksın. ჩემი უნდა გეშინოდეთ. Ben senden hiçbir შენი zaman არასდროს korkmadım მეშინოდა Asiye. ასიე და არასდროს შემეშინდება. Hiçbir zaman da მიდი, korkma. აქ ვარ, გააკეთე რაც გინდა. Hadi მიდი, buradayım. გააკეთე. Ne yapıyorsan yap bana. ახლა რა სიზამ? მამიდა, რას ეკეთებ? ეს რა ქენი? დაწყევლილი იყავი. ჩემი ხელით მოკლავ. რა ხდება? მოკლავ. მოკლავ. ზეინებ, დედა ჩემს რა უქენი? მოკლავ. დედა ჩემს რა უქენი? ხელი გამიშვი. დედა. აქედან გაეთრიე. დედა, აქ ვარ, ნუ გეშინია. Asiye öldü mü? ასიე მოკვდა. Bırakmadı ki Zeynep. ზეინებმა ხელი შემიშალა. Ama ვესროლე, მაგრამ ეს ჭრილობა არ მოკლავს. ზეინები სად არის? Herkes üstümüze მელე ჩვენ გვიყვირო და იარაღი წამართვა. დილებს გამოვედით. კუთხეში ჩამომსვა. თვითონ კი პოლიციაში წავიდა. ჩაბარებას აპირებს. უნდა რომ დანაშაული თავის თავზე აიღოს. Bittik şimdi bittik. Bu დავიღუპეთ. işten bizim ახლა hiçbir şekilde ნამდვილად yırtmamız yok დავიღუპეთ. artık. ამ საქმიდან ვერ გამოვძვრებით. Senin bu olaylardan ამის haberin var შესახებ mı? იცოდი? გუშინდელი დღიდან მირეკავენ. ტელეფონს არც კი პასუხობ, თქვენ შორის რომ არ ჩავდგე. Annem დედა biliyor. მიცის, დავიფიცე. Yemin ettim. Yemin et. დაიფიცა. აიშე, მათთან წადი. Ne oluyor? შეგვაწყობილი რა ხდება, როგორ არის? Durum nasılmış bildir bize. წადი. Tamam anne. კარგი. ახლა ზეინებს რა Ne ელის? olacak? ასიე განცხადებას თუ არ გამოიტანს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან ვეღარ Kızımın იქნება. hayatını kurtar. ჩემმა შულმა სიკვდილს გადაარჩინა და უნდა უჩივლოს. Ne ya? დედა, Dilim keser. ნერწმუნებული ვარ, საჩივარს არ გამოიტანს. ფიქრეთ, შვილო, Oğlum. წადი. Babana söyle. მამა შენს უთხარი, რომ პასუხისმგებლობას ავიღებ იმის გამო, რაც გავაკეთე. Hala bak benden habersiz bir დეიდა, şey მომისმინეთ, yaptınız. ჩემს დაუგითხავად, Bir şey ერთი daha სისულელე უკვე yapmayın, გააკეთეთ. ახლა ნუ ღარ დაამატებთ, კარგი? Ben deli მე miyim? თო ნუ გამაგიჟებ. საკინე, Ya Şota. შოთა, Bir telefon ტელეფონის istedim მოტანა ვთხოვე, დურსუნს უნდა დავურეკო. სად დაიკარგა ეს ბიჭი? Gidip დავალ bakayım. ნახავ, ალბათ დაავიწყდა. Ne oldu რა Fikret? მოხდა ფიქრეთ, რა სახე გაქვს? O ne surat? მითხარი, Baba მამა, რა? Asiye anne. დედა ასიეს ესროლეს. Asiye ასიეს ესროლეს? Kim vurdu? ვინ ესროლა? Halil İbrahim'i ხალილ vurdu. იბრაჰიმმა? Yok. არა. Sakin ol. დეიდა საკინემ. Karı. ჩემმა ცოლმა? Zeynep'le suç ზეინებმა დანაშაული თავის თავზე აიღო და პოლიციას ჩაბარდა. Jandarmaya teslim ol. ახლა იქ არის. Evet başçavuşum. უпроსო სერჟანტო, გისმენ? მომიყევი რა მოხდა, როგორ მოხდა ზეინებ ლეტომ? რამე გითხრა? არა მეთაურო მხოლოდ ის, რომ დედინაცვალს ესროლა.
როცა მითხარით თქვენს გარეშე არ დაგვეკითხა, საავადმყოფოში გავუშვი. ჩავთვალე, რომ ჩვენებას მოგვიანებით ავიღებდით. კარგად მოქცეულ ხარ. ასიე ლეტოს მდგომარეობა როგორია? სიცოცხლისთვის საფრთხე არ არსებობს, ტყვია მხარში გაუარა. თუ გნებავთ, ჩვენებას ჩამოვართმევ. არა. ჯერ მოვისმინო ზეინები რა სიტყვის. ცოტა უცნაური გოგოა უფროსო სერჟანტო, ჯერ ექსპერტიზა დასრულდეს და როგორც მიბრძანებთ მეთაურო. მეთაურო, ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ მოვიდა. ზეინებ ლეტოს ნახვა უნდა. მისი ბრძანებით ესროლეს, მაგ კაცმა საიდან გაიგო? თუ გინდა უკან გაუშვებ მეთაურო. არა, არ ჩაერიოთ, დაელოდოს. როცა გოგოს მოიყვანენ, გარეთ ნახოს, შენობაში არ შემოუშვათ. როგორც მიბრძანებთ? მეთაურს ჩემი მოთხოვნა გადაეცით? ზეინებ ლეტოს მალე მოიყვანენ. შეგიძლია გარეთ უთხრა, რისი თქმაც გინდოდა. მეთაური შენობაში ვერ შეგიშვებს. კარგი, არ არის პრობლემა. მადლობ. ზეინებ. ნუგეშინი, შენთან ვარ, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება, კარგად იქნება. აქედან გამოხვალ. ხო, შეგიძლიათ უკან დაიხიო ზეინებანი. ზეინებ, რაც უნდა მოხდეს არაფერი თქვა. უთხარი რომ მხოლოდ პროკურორს მისცემ ჩვენებას. არაფერი თქვა, კარგი? კარგი. დამოდით, უნდა წავიდეთ. აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუგეშინია. δεν იყო სახლში, როცა ასიე ლეტოს ესროლეს. მისი ქალიშვილი ვაჟი და კიდევ ორი ქალი. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც ვიცით, რადგან ჩვენება არ მოუწია. ზეინებს ასიესთვის არ უსვრია. ასე რატომ ფიქრობთ, მეთაურო? კარგად დააკვირდი. გარშემო ისე იხედება, თითქოს თავის თავს ეკითხება, აქ რა უნდა. მასში არ ეგრძნობა არც სინანული და არც სიხარული იმის გამო, რაც გააკეთა. გამარჯობა ზეინებანი. გამარჯობა. თქვენ ალბათ ოგვიზმეი ხართ. მართალია. ბოლო დროს ძალიან ხშირად ხვდებით. გმადლობთ. ზეინებანი. რასაც სიტყვით ჩვენ შორის დარჩება. არ იფიქროთ, რომ ჩვენებას აძლევთ, უბრალოდ ცოტა ვისაუბროთ. მინდა ჩვენება პროკურატურაში მივცე. ეს ჰალილ იბრაჰიმა გითხრათ?
რამე პრობლემაა? არა, არანაირი პრობლემა. შეგიძლიათ ჩვენება იქ მისცეთ, სადაც მოისურვებთ. უბრალოდ მინდოდა გულახდილად გვესაუბრა. პრობლემა არ მაქვს. მართალი გითხრათ, გაქვთ თან ძალიან დიდი პრობლემა. მაინტერესებს ცუდად ისვრით თუ მისი მოკვლის განზრახვა არ გქონიათ. ყველაფერს, რასაც ვიტყვი, ისე გამოიყენებთ როგორც მტკიცებულებას? ეგ ამერიკაში აქ მსგავსი რამ არ ხდება. შეიძლება, მაგრამ მაინც არაფრის თქმა არ მინდა. აშკარაა, რომ თქვენ არ გისვრიათ. ვიღაცამ ესროლა, თქვენ კი სცადეთ, ხელი შეგეშალათ და ტყვია 100-ს გულში კი არა, ხელში მოხვდა. მსგავსი რამ შესაძლებელია? ეს ვინ გითხრათ? არავის უთქვამს, ჯერჯერობით არავინ დაგვიკითხავს, უბრალოდ ჩემი ვარაუდია. არასწორად ივარაუდეთ. და თუ ყველაფერს, რასაც ვიტყვი, მტკიცებულების სახით არ გამოიყენებთ, მაშინ თქვენს ინტერესს დავაკმაყოფილებ. მე ვესროლე. დიახ, ცუდად ვისვრე. და ძალიან უბედური ვარ იმის გამო, რომ ასია გადარჩა. კარგი. ცოტა ხანს მოვიცადოთ. თქვენი ოჯახიდან ვიღაც აუცილებლად მოვა, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთ. პროკურორთანაც ისეთი გულახდილი ნუ იქნებით, როგორც ჩემთან, კარგი? იმიტომ რომ რაც ახლა თქვით, ამის გამო ციხეში 8 წლით ჩაგვსვამენ. ჩემი სიტყვები ხომ მტკიცებულებად არ უნდა გამოიყენოთ? ეს მტკიცებულება კი არა აღიარება. ანუ გულწრფელი აღიარება. ზეინებ, ხომ გითხრა, ჩუმად ყოფილიყავი. რა გაფრთხილა, არაფერი გეთქვა. აჯანდა ხდება, პოლიციასთან კავშირი აქვს. ჩვენზე ადრე როგორ გაიგო? შეიძლება ზეინებ ხანი მასში ატყობინა. შეიძლება, არ გამიკვირდებოდა. ზეინებმა ვისი დანაშაული დაიბრალა. ნუ ჩაერევი, ჰალილ, ეს ჩვენი ოჯახის საქმეა. ოჯახზე ლაპარაკს ნუ დამიწყებ, უბრალოდ კითხვა დაგისვი. ზეინები ის ადამიანი არ არის, რომ ესროლა, ისიც კი არ შეუძლია ვინმეს აწყენინოს. ჩემმა სიდედრმა ესროლა. როგორც კი არ აღმა გაისროლა, ზეინებმა ბრალი თავის თავზე აიღო. დაგჭირშოთ, შეგიძლია ამის შესახებ ყველას გამოუცხადო. არა ფიქრეთ, ბეი, ჰალილ იბრაჰიმი მართალია, ზეინებ ჰანიმს არავის წყენინება არ შეუძლია. ამ საკითხს შიგნითაც ასე უყურებენ? იარაღით ხელში მოვიდა და განცხადება მან გააკეთა. ზეინები ჩვენებას არ მისცემს, გავაფრთხილე, რომ მხოლოდ პროკურორის წინაშე ილაპარაკოს. ჰალილ იბრაჰიმ, პროკურატურაში ნათესავები გყავს, რას იზამ? თუ დამშვიდები და მომისმენ მიხვდები, მამა ჩემი ისედაც ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. შენ არავინ გელოდება. თქვი რაც გინდოდა და წადი. ზეინებს სასამართლოდან მოვიტაცებ და ჩემს გვერდით უსაფრთხოდ იცხოვრებს სიცოცხლის ბოლომდე. რაც შეეხება სიდედრს და დედინაცვალს, არავის მიცემ უფლებას ზეინებს ზიანი მიაყენოს. უბრალოდ შენ გეუბნები, რომ იცოდე. მოიტაცე, ქორწილიდან მოიტაცე, სასამართლოდანაც მოიტაცე. მომისმინე. შენმა მეგობარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ციხიდან გამოსულიყავი. შენც ცდილობ გააკეთო, რაც საჭიროა, მაგრამ ზეინების ციხიდან გამოყვანას ჩვენ ვითავებთ. ოჯახი. თუ თქვენ ვერ შეძლებთ, თუ ვერ შევძლებთ, შეგატყობინებთ. წარმატებები. შემოდით. მეთაურო, ფიქრეთ ლეტო მოვიდა, თქვენი ნახვა უნდა. შემოვიდეს. გთხოვთ ფიქრეთ ბეი. მეთაურო, მოგზადით ფიქრეთ ბეი. ყოველდღე ჩვენი ნახვა ალბათ უკვე მოგბეზარდათ, მაგრამ რას ვისამთ? შაუმ აღრობელმა ჯერ კიდევ არ გადაიერა. გთხოვთ. მართალი გითხრათ, როცა ამ ქალაქში გადმოვდიოდი, მეგონა ცოტას დავისვენებდი. იმედი მქონდა სპორტით დავკავდებოდი, სამწუხაროდ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ვიმედოვნებდი. რაც უნდა თქვათ, მართალი ხართ. თქვენი ადვოკატები არ მოვიდნენ? მოვლენ, მაგრამ თქვენი და ჩემი დის ნახვა მინდოდა ბატონი პროკურორის წინაშე უხერხემლო მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდე. თქვენ მათამ განაცხადა, რომ ჩვენებას პროკურატურაში მისცემს.
ძალა არ დავატანე, რადგან არც მე მჯერა რომ მან ისროლა. თუმცა იარაღი აქვს, გასროლა მოხდა, არსებობს დაძარალებული. მნიშვნელობა არ აქვს პოლიციის განყოფილებაში იქნება თუ პროკურატურაში. მართალი გითხრათ, Yani adliye ya da karakol fark etmez. მეც ძალიან მაინტერესებს ამ სიტუაციიდან როგორ გამოხვალთ. Merak ediyorum. Ben de არც sizin მე gibi მჯერა რომ Zeynep'in ზეინებმა ისროლა, მაგრამ ვისი იარაღი იყო გასროლა, რატომ განხორციელდა, რა სიტყვის დაძარალებული ქალი, არც მე ვიცი. ამიტომ თუ ნებას მომცემთ, ჩემი დავნახო, იქიდან გამომდინარე, რასაც მეტყვის, ადვოკატებს შევხვდები. Hay hay. კარგი. მადლობ. დროებით. მხოლოდ 5 წუთი გაქვთ ფიქრეთ, ბეი. კარგი. Zeynep. ზეინებ, ძმაო, საყვარელო, კარგად ხარ? İyi misin? აქ ვარ, შენ გვერდით. Buradayım yanındayım. ნუ გეშინია. İyi ki varsın. რა კარგია რომ მყავხარ ძმაო. İfade კარგად მოიქეცი, რომ ჩვენება არ მიეცი. ხალილ იბრაჰიმა მითხრა. თორე მაქინისთვის მოვედი რომ ყველაფერი მომეყოლა. Anlat. აქ იმიტომ მოხდი, რომ ხვილი გეთქვა. ძმაო, რა უნდა მეკრა? ჩემთვის უნდა დაგერეკა ზეინებ, ჩემთვის უნდა გეთქვა. რომ მეთქვა ამჯერად დანაშაულს თავის თავზე ვინ აიღებდა? ალი ქემალი, მამიდა მიქ მეწამიყვანა. ჩემი შეცდომა იყო. უნდა მიუმختარიყავი, მე ვარაუდა, მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა. Tamam neyse. კარგი, რაც მოხდა, მოხდა. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, კარგი? საუკეთესო ვარიანტია თუ ასია იტყვის, რომ შემთხვევით მოხდა და საჩივარს Senin kaza არ შეიტანს. kimseden şikayetçi değilim demesi. Böyle bir şey mümkün. ძმაო, შენი აზრით ასეთი რამ შესაძლებელია? თარექის და ლევენთის მერე ასია დამშვიდება სელიმჩემს შურს არ იძიებს. En çok da anneme olan და nefret. ყველაზე მეტად დედაჩვენის ძულს. İyi ihtimal. ყველაზე კარგი ვარიანტია თუ ასია სიმართლეს იტყვის, ზეინებმა კი არა, საკინემ მესროლაო. Oğlunu vurdu. მიშულს ესროლა და ამიტომ საკინემ შური იძია. Ayrıca bu hiç de iyi bir Tane ihtimal gartisi değil. kargi Ben böyle varianti bir şeyi yazmam. kabul etmem. ვერ დაგეთანხმები. Belli ki iyi ile როგორ ჩანს, კარგი ვარიანტებიდან არაფერი გამოვა. sen bana kötü შენც söyle. ცუდი ვარიანტი მითხარი. Daha önce suç işledim. აქამდე დანაშაული არ ჩაგიდენიან, ასამართლობა არ გაქვს. არც მკვლელობის განზრახვა გქონია, ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში ციხეში აღმოჩნდებით, თუნდაც Ama her halükarda kısa bir süre cezaevine მცირე ვადით. Ne kadar რამდენად kısa? მცირე? 1 ან 2 წელი. Neyse კარგი ძმაო, რას ვიზამთ? yapacak bir şey yok. Bir ihtimal daha var da. კიდევ ერთი ვარიანტია. ჩემი აზრით ყველაზე უარესი. En kötüsü. მითხარი, რისთვის უნდა ვიყო მზად? Senin არაფრისთვის მზად ყოფნა არ გჭირდება. Böyle bir durum თუ olursa მსგავსი რამ მოხდება, პროკურატურაში გეტყვი. Ali İbrahim abi. ძმაო, მოგიტანე. Tamam kardeşim. კარგი ძმაო. Şimdi etrafına ამაში sar. გაახვიე, კარგი? Tamam abi. კარგი. Dediklerimi iyice anladın ყველაფერი değil mi? გასაგებია? Anladım abi. გასაგებია ძმაო, მაგრამ შიგნით არ გვიშვებენ. Sen test არა უშავს ძმაო, მთავარია შენ მიიტანო და გადასცემენ, არ ინერვიულო. Ver bakayım kutuyu da. მომეცი? Bizimki terstir biraz. ესეც გამომართვი? Şunu da al. მოიცადე? Halil İbrahim abi. ჰალილ იბრაჰიმ, ფულს ვერ ავიღებ, ჯიბიდან ხელია მოიღე. Emeğinin ძმას არ karşılığını ეძახიან vermeni იმას, abi. ვინც შრომის საფასურს არ იხდის. აიღებ. Eyvallah abi. მადლობ ძმაო. წარმატებები. Kolay gelsin. Eyvallah. მადლობ. ზეთოვანში რა სამადებთ? კივილ გამახუჩებელს ქალბატონო. Ama sakinleştirecek დამამშვიდებელი არ დაამატოთ, ჩვენება უნდა მივცეთ. საღგონებაზე უნდა ვიყო. როგორც ინებებთ?
Kendim böyle şey მინდა hissediyorum. ძლიერი Kuvveti ვიყო, olmaz თორემ hissediyorum რაღაც oraya. სისუსტეს ვგრძნო. Nerede kaldı jandarma? პოლიციელები სად არიან? ძმა უნესიმ. Rızvan bir დიდი gelsin რიზვანი sonra მოვიდეს და verirsin ჩვენება ifade. მერე მიეციასიე. Keşke უკეთესია verseydik. ახლა ne ვეყო. რატომ დაგავიწყდება რა მოხდა, როცა ქმარს დაინახავ? Az bekle de. არაფერი არ hiçbir şey. დამავიწყდება. Unutma. არა. ის არანორმალური მოვიდა მესროლა. Öbürü de ზეინებ იგი მკვლელობის დამკვეთი იყო. Zeynep hayatını kurtarmış. ზეინებმა სიკვდილს gadagარშინა, თორემ დეიდა მოკლავდა. Ne oldun o მაგო aile? ჯახის მხარეზე როდიდან ხარ? Kim benim hayatımı ვის შეუძლია სიკვდილს გადამარჩინოს? ზეინებმა გადაგარჩინა და თავიც გაწირა. საკინეს დანაშაული თავის თავზე აიღო. Sakilerin suçunu üstüne almış. Elimizde bir tane იარაღი რომ ქონოდა, მაშინაც ყველაფერი ასე იქნებოდა. საინტერესოა იმ სახლიდან გასვლის საშუალებას თუ მივცემდი დედა. რას ამბობ? საკუთარ დასეს როდი? გაგიჟდი? ლეილა, არანაირი და არ გვყავს. თუ ჩვენ სახლში დედაჩემს ესვრიან ამისთვის პასუხს მოვთხოვ. hesabını sorarım. თამერ, მოიცადე. თითქოს განყოფილებიდან ერთხელ გამოგიყვანეთ. დამშვიდდი. რა გჭირს? Çocuklar. ბავშვებო, Hadi bize biraz წადით, müsaade. მარტო დაგხვდავეთ. ისევ ბავშვებო. გვევით ჩადით. რამე შეჭამეთ. Aşağı bir şeyler yiyin için. წადით. Ayşe. აიშე, Sakine niye საკინემ დანაშაული რატომ არ აღიარა? Zeynep müsaade etmemiş. დედა ზეინებმა ამის უფლება არ მისცა. Delikanlıdır anne. ზეინები არავის უღალატებს. Hala kimse ისევ satmaz გაიძახის, değil. არავის უღალატებსო. Seni sattı შენ seni. გიღალა და შენ ისევ მარტო დარჩი. Böyle ortada şey Mardo kaldın işte. Teyze. დეიდა. Hacim მესმის რომ შენი ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ Öyle ağır კარგი konuşmaz. იქნება ასეთ მსგავს სიტყვებს თუ აღარ გაიმეორებ. Levent, ლევენტ, sizleri dışarı თქვენც გადით, მიდით. Benden. მეც? Anlıyorum. მესმის რომ აიშეს არენდობი, მაგრამ Ayşe'ye güvenmiyorsun. შემთან რა პრობლემა O eve გაქვს? yanaştı. Benimle sorunun ne? მითხარი. Levent. ლევენტ, Dışarı. გადი. ასიე. გისმენ ძმა უნესიმ. Bu Reşit'in oğlu. რაშიდის ვაჟს რომ ესროლეს, ამასთან რამე კავშირი გაქვს? ვერ გავიგე. Bir şeyler რაღაც duydum da. გავიგე. როგორ ჩანს საკინემაც გაიგო. მოვიდა და მესროლა. Ne და მე sorarsın რატომ hala, მეკითხები, ვერ anlamadım. გავიგე. Bu işin ამ arkasında საქმის sen უკან var შენ mısın, დგახარ თუ არა, ამას Onu გეკითხები. soruyorum Asiye. Olsam ne olacak რა olmasam ne მნიშვნელობა olacak? აქვს გავარ თუ არა? მაინც არ მოკვდა. ჯობდა მომკვდარი იყო. ამაღათ ვიტყოდი რომ მე გავაკეთე. მისი მოკლა მე ვუბრძანე. Sen niye karışıyorsun? ასიე, რატომ ერევი? Ah, bulmuşum შეხედე koca როგორი dağ მამაც gibi იქ adamı. მარი ყავს. Bizim ailede ჩემი ასეთი არ არის. biz tabii რა თქმა უნდა, იმიტომ რომ hissedebildiğimiz გარიგებით için ქორწინება გქონდა. işin yarısı საქმის bize. ნახევარი ჩვენი გასაკეთებელია. და წარსულში დარჩეს ასიე. მადლობ რიზვან ბეი. Kaderimizden როგორ ჩანს de ჩვენს ბედის წერაში sırtımızdan da წერია რომ vurmak ზურგში გვესროლონ. Şükürler. მადლობა ღმერთს. Şükürler. მადლობა ღმერთს, შეიძლება უარესიც მომხდარიყო. Demin Zuhal sordu. ზუხალმა მკითხა ძალიან მტკივა თუ არა, Çok acım var mı diye. მაგრამ მტკივილი ტყვიამ კი არა. Benim acım kurşun ტკივილი acısı değil. ზეინებმა მომაყენა. Benim acım ო Zeynep'tir. ზეინებმა Kendi öz საკუთარი შვილივით გავსარდე. nasıl yapar? როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა? Nasıl o kadını როგორ შეეძლო იმ azmettirur da ქალისთვის bana ეთქვა რომ kurşun ჩემთვის sıkıyor? ესროლა? Nasıl? როგორ? Bacanak geçmiş სიძე olsun. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. მადლობ. მარტო დაგტოვებთ ილაპარაკეთ. პოლიცია საჭირო არ არის. შეუძლია ჩვენება სახლში ჩამოგართვან. ექიმს ველაპარაკე მითხრა რომ სუბუქი ჭრილობა. ესე იგი დღეს გაგწერენ. Taburcu edeceklermiş. მიხარია. Ben diyeceğim. ჩემ სიტყვებზე უარს არ ვიტყვი. Ha hastanede საავად ha მოყოფაში evde. იქნება თუ სახლში. Ne იმას diyeceksem ვეტყვი, რასაც onu ვაპირებდი. diyeceğim.
ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. გმადლობ. შაურმა გამოგიგზავნეს. არ მიშიერ, მადლობ. მაშინ აქ დავტოვებ. Sen de benim როგორ gibi ჩანს başına belaya პრობლემების sokmadan გარეშე ცხოვრება არ ჩვენ შეგიძლია, ისევე როგორც Ama მე. senin hiç kimse მაგრამ ვიცი რომ მშვენიერი გული გაქვს, რომელსაც არ შეუძლია ვინმე ზიანი kim için მიაყენოს. olursa olsun hak ვის etmediği გამოც არ უნდა birini აკეთებდე, არ დაუშვებ დაიტანჯო იმის გამო, რაც არ დაგიმსახურებია. ერთ-ერთმა ჩვენგანმა ისროლა. ვერ ხვდები ზეინები რატომ ჩაერია. დანაშაული საკუთარ თავზე რატომ აიღო. კარგია, ეგ ასიე უნდა მოკვდეს და ყველა დაისვენებს. ასიე ოპერაციაზეა. დაჭრილია. Yarası ağır değilmiş. სუბუქი ჭრილობაა საავადმყოფოში წევს. საავადმყოფოში მისი რძალიც წავიდა. ედა ნურხანიმი. როგორ ლაპარაკობს ემა? ნუ იცავ თუ რან. წავალ და აბრას დავამზადებინებ წარწერით და ეს ზეინები ციხეში დალპეს. წავალ ნახავ, ჯამალი და სექტი სად არიან? თემელის თანდასწრებით ასეთ რამეს რატომ ამბობ? იმიტომ რომ აღარ უყვარდეს. მინდა მისი ნამდვილი სახე დაინახოს. ასეთი რამ მხოლოდ შენი სიტყვით არ ხდება სემა. მითხარი ზეინები ამ საქმიდან როგორ გამოვა? ასიეს ოჯახი თავს არ დაანებებს. ზეინები ყველას წინააღმდეგ წავიდა ჩვენ გამო არ დაუშვებ ციხეში ჩასვან. რამეს მოვიფიქრებ და განყოფილებიდან მოვიტაცებ. ჰალელ იბრაჰიმ, პოლიციელებში 2-3 ბიჭი გავიცანი, როცა იქ ვიყავით, იმის ხმა მითხრა რომ კავშირები გვაქვს. ანუ რას გულისხმობს მან? იმას რომ როცა პროკურატურაში წაიყვანენ, არ ვიცი საბურავმა დაიშვა მანქანა ტალახში ჩავარდა. ანუ 2-3 კარგი ადამიანი იპოვე და გინდა ცხოვრება დაუნგრიოთ? მართალი ხარ ბიძია. ზეინებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო იმისთვის, რომ იასემინი და ჰალილ იბრაჰიმი გადაერჩინა მუზაფერ. ჰალელმა ასე თქვა. ქვის ხიდთან უნდა შეხვედროდა და წამოიყვანა. და ამ გოგოს ასე მიადოვებთ? არ მივატოვებთ, დედა ფატმა, არ ინერვიულო. დაკითხვამდე ან დაკითხვის შემდეგ ბრალდებული საავადმყოფოში ხომ უნდა გადაიყვანონ ჰალილ იბრაჰიმ? დიახ, ძმაო იუსუფ. საავადმყოფოში ნაცნობი მყავს. მართალია ლეტოს გამო თავს საფრთხეში არავინ ჩაიგდებს, მაგრამ არაფერია ისეთი, რასაც შენ გამო არ გააკეთებენ. ეს მაშინ მითხრეს, როცა ციხეში იყავი. რატო მაშინ არ თქვი, როცა ჩვენი ბიჭები იქ იყვნენ? იმიტომ დერვიშ რომ იქ უფრო უსაფრთხოდ იყვნენ ვიდრე გარეთ და არა იმიტომ რომ საჭირო არ იყო. აქ არც ისე ცუდი საავადმყოფოა. გოგონას მხოლოდ მცირე სასჯელს მიურჩიან. მისი ოჯახი არ დაუშვებს მრავალი წლით ჩასვან. გოგოს თუ მოიტაცებ, მოუწევს დაიმალოს და ამით ცხოვრებას დაუნგრევ. ნუ ჩაერები და ეს საქმე ამით დასრულდეს. ბიძია ზეინებმა შუა გზაზე არ მიგვატოვა, დამნაშავე რომ იყოს, შევეშვებოდით და როგორც თქვი სასჯელს მოიხდიდა, მაგრამ ზეინებს არაფერი დაუშავებია, არ დაუშვებ იმისთვის დაისაჯოს, რაც არ გაუკეთებია.
შიგნო გეშინია. მე ვარ ედანურ. არ ვიცი სახლში ვინ არის. არ იყირო კარგი? Kimse yok evde. სახლში არავინაა. Temel. თემელ, Sen benim ჩემს მოსაკლავად მოხვედი? რა სისულელია ედანურ. აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ შენს გამო თავს შევაკლავ. როგორი ფიქრე, რომ შემიძლია რამე დაგიშავო? Temel ne istiyorsun? თემელ, რა გინდა? Bırak beni. ხო, მარტო დამტოვე. არ დაგტოვებ ედანურ, არ შემიძლია. უშენო ცხოვრება არ შემიძლია. ღვთის გულისათვის სიმართლე მითხარი, კარგი? გიყვარ ვარ თუ არა? მითხარი. მისმინე. ყველაფერზე თანახმავარ. ყველაფერზე თანახმავარ, ჩემო სიყვარულო. უნამოსო ვიქნები თუ შენს შვილს ისე არ გავზრდი, როგორც საკუთარს, მაგრამ სიმართლე მითხარი ედანურ. გიყვარ ვარ? მითხარი. Doğruyu söylersen. სიმართლეს თუ გეტყვი? პირდები, რომ აქ აღარასდროს მოხვალ. Söz veriyor musun? პირდები, გეფიცებით, პირდები, ოღონდ სიმართლე მითხარი ედანურ. პირდები. Ben მე ölsem de თუდაც მოვკვდე, seni sevmek. მაინც ყოველთვის მეყვარები. Ama მაგრამ Temel თემელ, yanında da შენ გვერდით არ ვიქნები. ვიცი ამას იმიტომ ამბობ, რომ შენ გვერდით არ ვიყავი. ვიცი, მაგრამ გემოდარები, ჩემო სიხარულო, გთხოვ, უკვე საკმარისად ვიტანჯეთ, სახლში წავიდეთ, გთხოვ. თემელ, პირობა მომეცი. söz verdin. კითხვა და მისვი და პასუხიც მიიღე. ახლა კი წადი თემელ, ალბათ მალე სხვებიც მოვლენ. Git Temel gelecekler hadi git. საავადმყოფოში არიან და მალე დაბრუნდებიან. თემელ, მოკკლავენ. Temel vururlar seni. მოკკლავენ, გესმის? მომკლან ედანურ, მომკლან მესროლონ. შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. როგორ ვიცხოვრო, სად ვიცხოვრო? სად წავიდე ედანურ, სად? Beni de მეც მომკლავენ, თემელ, მეც. Beni de öldürürler. მუცელში ბავშვი მყავს. მუცელში ბავშვი მყავს. ღმერთი გფარავდეთ ედანურ. შენც და ბავშვსაც ღმერთი გფარავდეთ. Bak. მისმინე, Sen orada öyle ასე ჩუმოჯდომას. ჯობს ვინმე მოკლა და ისე დაჭდა. საკინე სისულელებს თავი დაანებე. ზეინები პოლიციაში შენ გამოვა. თავარი მოკლა არა, უფრო ჭკვიანი უნდა იყო. მერთო ჩემო. ასე ესთვის რომ არ გესროლა დურსუნს და ევუს პოლიციას ჩავაბარებდი. ასე ესთვის რომ არ გესროლა დურსუნს და იავოს პოლიციას ჩავაბარებდი. ნუ გამათობთ. მოვიფიქროთ რისვან ბეის რას ვეთქვით. მამა შენ მეცედაც ყველაფერი იცის. ისე ტყვის ჩვენ კი დავემორჩილებით. თუ რიზვან ბეი არავის დაასახელებს, მაშინ აქ აღარაფერი გვესაქმება. რიზვან ბეის წინააღმდეგ წახვა? შულს მომიკლავენ. შენ კი ისევ თანასწორ უფლებებზე ფიქრობ? საკინე. ის ჩემი შვილიც არის. ჯერ ციხიდან გამოვიდეს. რიზვან ბეიმ იცის რაზე ვარ წამსვლელი.
ხმარს უთხარი საავადმყოფოში წამიყვანოს. შვილის ნახვა მინდა. Oğlumu göreceğim. შემდეგ პოლიციას Sonra da ჩავბარდები. gidip teslim olacağım. ვერ გადავიდან იმისთვის, რაც გავაკეთე ჩემი საყვარელი ადამიანები თუ დაიჟებიან. დედა, ძმა ფიქრეთმა რაღაც თქვა. რიзвან ბეი არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ზეინები არ გამოვა, პოლიციაში პირადად მეძა გიყვან. კარგი? უნდა დაველოდოთ და ასიის ჩვენებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. Rızvan Bey, რიзвან ბეი, Asiye Hanım geçmiş olsun. ასია ჰანიმ გამოჯამრთელებას Çorba გისურვებთ. yapmıştım, siz yokken getireyim mi? წვნიანი İçer misiniz? მომამზადე. Yok. მოგიდანოთ? İştahım yok. არა, არ მინდა, Ama მადა gelirse არ sana მაქვს. söylerim თუ getiririz. მომინდება გეტყვი. Müsaadenizle. თქვენი ნებართვით. Bak ne kadar hakikat. Çok erkek kokuyor. Ya. Daha dün geldi. ხოლოდ გუშინ მოვიდა და დღეს უკვე წვნიანს მთავაზობს. Çorba içer misin Asiye? შენმა მოახლემ კი. Ama senin შენ 40 ცოლს yıllık ესროლა. beslemen ne yapar? ეს რას Karnına ნიშნავს? sıkar. კარგი და რა გააკეთა ჩემმა ცოლმა, რომელთანაც 30 წელი ვიცხოვრე. 32. 32 Bir წელი. ay sonra 33 ერთ თვეში olacak. 33 გახდება. Sen beni 15-ის 15 ვიყავი, როცა ცოლად მომიყვანე. Neyse. კარგი. Şimdi ჩემი მეუღლე ჩემს ზურგს უკან საქმეებს აწყობდა. გავიგებ და გადავწყვეტ, ვინ ჩაჯდება და ვინ bir მოკვდება. öğrenelim. Ona ნახოთ. göre bende kim yaşayacak, kim Gadavtsvet. ölecek, kim içeride yatacak karar vereyim. Ben yanlış bir ცუდი şey არაფერი yapmadım Rızvan. გამიკეთებია რიзвან. Sen beni ვცდილობ მე suçlu და çıkarmaya დანაშაულო. çalışıyorsun ama მაგრამ არ გამოვა. başaramayacaksın. Sen o Sakines sakineyi politsiyas jandarmaya გადასცემ. teslim edeceksin. შენს ქალიშვილთან ერთად ციხეში დალბება. და აი ასე იყოს. ქალიშვილთან ერთად არა ასიე? Ha Asiye, öyle mi? დიახ, ქალიშვილთან ერთად. Peki, კარგი. içeride ჯენგიუზის მოკლა Cingöz'ü ვინც kim წადა? işletti? ეუზმა? Yavuz. ვინ აიძულა Yavuz'u kim ეუზი? azmettirdi? შენ. Sen. გინდა ციხეში içeride დალპე çorbaya ne ასიე. Asiye. 32 წელი უკვე ჩემი ცოლი ხარ არა? უნამუსო ჯენგიუზმა შენ შვილს წერილი გამოუგზანა. Kızına mektup წერდა რომ yollamış. udანაშაულოა. Ben რომ susuzum გამოვა და çıkacak, მოიტაცებს. seni kaçıracağım demiş. სხვა Ne რა გზა მქონდა. yapacaktık? Rezil უნდა mi შევწყვეთ, olacaktık? Ben de საქმროს gittim დაველაპარაკე. nişanlısıyla konuştum. მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა. Git bitir işini dedim, შუა o da გზაზე yapamamış, მიატოვა salak. ლაჩარი. Yarıda მშიშარა. bırakmış işi. Ama sen nasılsa მაგრამ შენ o hadsiz მაგოჯახს olacaksın. Onun için o ნებისმიერ oğlan შემთხვევაში yatmış, გააგდებ. ölmüş, მოკვდება თუ kurtulmuş, არა, benim ჩემთვის სულ umurumda ერთია. იცი მამამისი როგორ საქმეებს მიკეთებს? Babasına ne işler ჩემს როგორ საიდუმლოებებს ინახავს. თუ ბიჭს და რაშიც რამე მოუვათ, იცი რა შეიძლება მოხდეს? იცი? O oğlana bir şey olursa აბა neler დაფიქრდი. olabilir hiç düşünme. ყველაფერი ეს იცი? Ne zaman როდიდან არის რომ მსახურებმა ყველაფერი იციან yaptığı işi და biliyor ბატონები diye მათი მონები ხდებიან. ağlar onların Çemo kum kmarom. küresi oluyor. Ha, ეს kocacığım. როგორ? İfade ჩვენებას მისცემ ასიე. Canım acıyor. მტკივა რიзвან. მეც მტკივა. პოლიციას იმას ეტყვი, რასაც მე გიბრძანებ. Onu diyeceksin. რიзвან. Beklediğin Pasuki cevabı Hermes'miş. duyamadım. Ne oldu იმას ვიტყვი რაც მოხდა. söyleyeceğim. Ben de şimdi დურსუნს და ეუზს დაველაპარაკები. Yavuz'la konuşacağım. O წერილობით ჩვენებას ჩამოგართმები მის შესახებ ციხეში ადამიანის მოკლა როგორც onu წადე. yazılı olarak alacağım. O zaman ზეინებთან და Sakine'yle საკინესთან ერთად Zeynep de შენს aynı koltukta ციხეში yatarsın. ჩაჯდები. საიდან მოდიხარ ძმაო? ედანური ნახე. როგორ? ყველა საავადმყოფოში წავიდა, სახლში არავინ იყო და ასიეს სახლში შევედი. მინდოდა მეკითხა.
მინდოდა გამიგო. Sen ხომ demiştin ya. მითხარი რომ ყურადღება gulistvis მიმექცია. Gözlerine değil yüreğine. ასეც მოვიქეცი. Baktım. უყვარ ვარ. Yüreği beni ამაში sevdiğini დარწმუნებული söyledi. ვარ. Ama kalbinde არ bir şüphe var. დამოყვა. Gelmedi benden. გთხოვდი ვემუდარებოდი, მაგრამ Yalvardım, არ yakardım. დამთანხმდა. Ne dediysem gelmeyeceğim dedi. არ დამთანხმდა. Seviyorum dedim. გითხრა რომ kardeşim. უყვარ ხარ. Vallahi dedim. მითხრა. O zaman მაშინ bekleyeceğiz. დაელოდე და მასზე უარი არ თქვა. Bir kardeşim საყვარელ olarak sana ქალზე უარს söyleyeceğim tek şey. მოიტყვი. ამას როგორც Sevdiğini ძმა, asla ისე vazgeçme. გირჩევ. Neredeydin oğlum? სად იყავი შვილო? Bir dolaştım geldim ama. გავისეირნე და მოვედი მამა. ა. კარგი. ჰალილ იბრაჰიმ. Hadi რა ben ne მინდოდა diyeceğim? მეთქვა? ბიჭებს ველაპარაკე და Hastanedeki arkadaşlarla konuş. ნებისმიერ დროს მზად Ne არიან. zaman isterseniz diyorlar. Bir plan mı var? რამე Ne გეგმა yapıyorsun? გვაქვს? Eğer თუ işte ყველაფერი istediğiniz ისე არ gibi წავა, როგორც giderse, გვინდა ზეინებს მოვიტაცებთ. Zeynep'i kaçıracağız. Ne diyorsun? სერიოზულად? Eyvallah. კარგი. ძინაამდე კი რატომ ხართ? ვერ ხვდები. ჩემი ცოლი დააკავეთ, მისი ნახვის უფლება მაქვს. თუ მისი ქმარი იქნებოდით. ეს რას ნიშნავს? ჩემი ცოლია. ლევენტ ბეი. ზეინებ ჰანიმი თქვენი კანონიერი ცოლი არ არის. იქნებ ამას შეეგუოთ. ეს ვინ თქვა? მითხარით ვინ თქვა? მითხარით. ხელმოწერა არის? Nikah defterinde Aris. imzası var mı? Var. არიან მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თქვენს ცოლობაზე თანხმობა არ უთქვამს. ვინ არის ეგ მოწმე? შაჰინ თექინი და მისი მეუღლე ლევენტ ბეი. შაჰინ თექინი, ეგ ვინ არის? შოთა. ლევენტ ბეი. შოთა? მაშინ სასამართლოში წავიდნენ. უკვე იყვნენ სასამართლომ განცხადება მიიღო და დაადგინა, რომ ქორწინება არ შედგა. Niye benim მე რატომ არ ვიცი? Bana bu niye მე რატომ არ შემატყობინეს? ოგუს ბეი, მამა რიзвანმა ხომ გითხრა, რომ ზეინები ახლა ქულფაა. dedi mi demedi mi? მითხრა, რადგან შვილად არ აგვიყვანია, ესე იგი ჩემი ცოლია. სანამ არ წავიყვან აქედან არ წავალ. აქ ვიჯდები. ლევენტ ბეი წაიყვანეთ, ზეინებ ჰანიმი ნახოს, შემდეგ კი დარწმუნდით, რომ წავიდა. ჩემი სიტყვა არ ესმის, იქნებ ზეინებმა აუხსნას. როგორც მიბრძანებთ? ზუსტად. პრობლემები რა საჭიროა? ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ნუ ჩაერებით. Çıkın gidin karı koca arasına. ხომასია? მიბრძანდით. სულიერად ავადმყოფია. Leş gibi ya. რა საშინელი ადგილია. აქ მოიცადეთ. Burada bekleyin siz. Bu აქედან გვაკვირდებიან? burada izleyici dinleyici var mı? Var. დიახ, Var. დიახ. Ona göre. შესაფერისად მოიქეცი. Sana mı soracağım? შენ უნდა გკითხო? Davranış Amaz bilimi თქვენ uzmanı წვეთ? mısınız? სილუეტს ხედა. ხედავ. შეხვედრა ვისთან მაქვს? ადვოკატი მოვიდა? თქვენი ქმარი. ქმარი? Zeynep. ზეინებ? Benim bu adamla მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ჩემი ქმარი არ არის. Ayrıca eşim meşim değil o benim. Zeynep. ზეინებ. Dinle ne მომისმინე, გთხოვ, რაღაც მაქვს სათქმელი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. Lütfen bak. თუ არ გენდომება, მერე წადი. გთხოვ, İstemezsen gidersin. Tkov. Söz. Lütfen. გთხოვ. Sadece 2 dakika. მხოლოდ 2 წუთი გაქვს, ლევენტ. Tamam iyi gidersin. 2 წუთი, კარგი. შემოდი. Başavcım bir müsaade eder ნებას misin? მოგცემ? Ne söyleyeceksen თქვენ რაც söyle. გინდოდა? Ayrıca საერთოდ senin როგორ nasıl შემოგიშვეს? yaptıklarını anlamıyorum ki. Bizi de Armaz kırılamayacak Kadenes, bir Tunça hastamız Şenemas var. Vergayge. Ne kadar sen o hatırı görmek istemesen de. Ne diyecek? რისი თქმა გინდა?
დაჭიქი. ხშია, გაიყინე. გეფიცები ასეთ ვითარებაშიც კი როცა ძილი არ გეკარება და მხოლოდ სტრესი გაქვს, ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან. Her şeye rağmen çok güzel görünüyor. უამაზესი. Levent. სისულელეში დროს ნუ კარგა. თქვი რა გინდა და მოშორდი. Çıkacağım. ზავო. დიახ. Ama şunu belirtmem მინდა gerekiyor. გითხრა, რაც უნდა მოხდეს. Bak, ne olursa თუნდაც 20 წელი მოგისაჯონ. Burada yatsam დაგელოდები. bile ben seni ამას beklerim. გულწრფელად Samimiyetle გეუბნები. ჩემზე დანიშნული იყავი და არ დამელოდე. ჩემი ძმის დაკრძალვის დღეს ერთობოდი. 20 წელი ვის დაელოდები? Moldovalı. ისევ იგივე სიმეორებ? Ya iyice არ taktın ona დაიღალე? kafayı ya. Ya böyle bir şey მარტო yok. ხელა Onu კაცის böyle ცხოვრებას bekar ვემშვიდობებოდი, haveda სულ gibi ესაა. ya. Unut artık onu. Unut, დაივიწყე, çıkar კარგი? Unuttum ben დავივიწყე Levent, ლევენტ, unuttum. დავივიწყე. Sen de beni unut. შენ კი მე Onu diyorum. დამივიწყე. O pek bir ეგ შეუძლებელია. Şimdi sana bir şey Rahat anlatacağım გეტყოდი, da მაგრამ არ rahat შემიძლია. anlatamıyorum. Tamam yeter. საკმარისია. Dur bir dinle. მოიცადე, მოიცადე. Seni buradan აქედან çıkaracağım. გაგიყვან. Seni buradan აქედან გაგიყვან, çıkaracağım. გასაგებია? Duydun mu? ხომ იცი, დეიდაზე დიდი გავლენა მაქვს. უარს არ მეტყვის. Teyzem bana hayır yok. მითხარი რომ შენი ქმარი ვარ და დეიდას ვეტყვი რომ უფლება არ აქვს ციხეში ჩაქსვას. Ben de hemen დავარწმუნებ თქვას რომ იარაღი თვითონ გაუვარდა. თავარია შენს ქმრად მიმიღო და მითხრა რომ ამიერიდან ჩემი ხარ. Hatta უბრალოდ silah elimde უბრალოდ patladı. აღიარე. Kendi kendime vurdum. შენს Dedirttim ქმრად teyze. მიმიღე. Yeter ki და kocam sensin. აქედან გაგიყვან. Ben seninim de bana. პირდები. მოდი აქ. ზეინებ, მომიახლოვდი. მოდი. მზად ვარ 20 წელი ციხეში გავატარო. მაგრამ მაგაც მაინც არ ვიტყვი. აქედან მოშორდი. ზეინებ, შეხვედრა დასრულდა. ზეინებ. ზეინებ. Rızvan. რიзвან. განალოგიკურია საკუთარი თავის წინააღმდეგ განმაცხადო. ამას არ ვიზამ, თუნდაც მოუკვდე. Dursun. დურსუნ. რაშიც ვაიძულებ შენი შვილი ნაკუწება და ქციოს შენს თვალწინ. ხომ იცი, ამის გაკეთება შემიძლია არა? Bunu başkalarına Komiksi. yaptırdığımı duymuşsundur değil mi? მამა რიзвან. ისე იქნება როგორც სიტყვი. დედა ასიეს დაუჯერეთ ისე რომ არ შეგატყობინეთ. შეცდომა დაუშვით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია ეს შეცდომა რომ გამოვასწოროთ. ფიქრეთ, ეუზი ასიესთან წაიყვანე და უთხარი თუ ჩვენებას არ მისცემს, მაშინ ეუზი პოლიციაში მივა და ყველაფერს აღიარებს. ყველაფერს, კარგი? Tamam mı? Benim ვერ ვიტან, როცა რამე ისე კეთდება, რომ მე არ ვიცი. ben bundan nefret ederim. გასაგებია? Tamam Rızvan. კარგი, რიзвან, გავიგე. Anlamadım. ვერ გაიგე, Anlamadım, ვერ გაიგე Dursun, დურსუნ. anlamadım. ჰალილ იბრაჰიმ ასევე გვითხრა ფხბნილის შესახებ. Mozdan bahsetti. Yalan söylüyor. გატყუებთ. O Halil Halil İbrahim İbrahim'i her matbuar şey ararız. olabilir ama yalancı değil. ვისია ეგ ტვირთი დურსუნ? Mal. მითხარი ტვირთი ვისია? Rızvan. რიзвან. Yani bu არ kadarını უნდა bile გითხრა, söylemem მაგრამ lazım არიან ama სხვა დიდი ადამიანებიც. Başkaları var. იძულებული ვიყავით ტვირთის შენახვაში დავხმარებოდი. სულ ესაა. Ben de onlara depolama konusunda yardımcı უბრალოდ olmak mecburiyetinde. იძულებული ვიყავი. Kim? ვინ არიან დურსუნ? ვინ? Rızvan. რიзвან. Onlarla უფლება არ konuşmadan მაქვს sana მათი izin ნებართვის veremem. გარეშე სახელები გითხრა. Tamam. დაელაპარაკე. უნარლა ქონუს, სახელები არ მჭირდება, მაგრამ შეხვედრა უნდა მოგვიწყო. Jandarma komutanı geldi. მამა, პოლიციის მეთაური მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენება აიღოს. შემოვიპატიჟეთ. კარგი შულა, მოვდივართ. კარგი. Dursun. დურსუნ. ადექი და ასიეს მალე გამოჯანმრთელება უსურვე. ადექი. კარგი, კარგი.
მადლობ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეთაურო. იჯექი. ნუ შეწუხდები. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ რიзвან ბეი. მადლობ. რა მოხდა რიзвან ბეი? არაფერი, უბედური შემთხვევა იყო. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებასია. გმადლობ დურსუნ. მიდა საავადმყოფოში მოსულიყავი, მაგრამ მოულოდნელად სახლში დაბრუნება გადაწყვიტეთ. ცოტა დავიბენი. თქვენმა ქალიშვილმა თქვა, რომ მანისროლა, თქვენ კი ამბობთ, უბედური შემთხვევა იყო. მეთაურო, ჩვენმა გოგონამ იარაღი იპოვა, დიახ. დედას მოუტანა იმისთვის, რომ დაძმას არ ეყოვათ და ოდნავ გაკაცრა. Yani kardeşlerinin eline geçmesini Ubeduri diye შემთხვევა. annesini getirmiş. Tam verirken patlamış. ეს იყო და ეს. Ufak ოდნავ არის გაკაცრული. ნახეთ. Öyle mi Asiye Hanım? Asiye Hanım. Tam öyle değil de. არა, ასე არ ყოფილა. Ben şimdi ne desem არასწორი yanlış olur. იქნება ახლა ჩვენებას თუ მოგცემთ. Hastanede de იმ sakinleştirici ძაღლების verdiler. ზემოქმედების ქვეშვა, რომელიც საავადმყოფოში გამიგეთეს. ხო, Ben ifademi ჩვენებას ხვალ მოგცემთ. Tamam. კარგი, მაგრამ თქვენი მეუღლე ამბობს, რომ უბედური შემთხვევა იყო. თუ ასია მაშინ საქმეს არ აღძრავთ. უბედური შემთხვევა. Siz yapın işlemi. თქვენ აღძარით. Benim ifademden და sonra tutar ჩვენების mısınız, შემდეგ atar ზუსტად mısınız? Ona გეცოდინებათ. bakarsınız artık. Asiye ცოტა ზეინებე გაბრაზებულია ზეინებზე. როგორც ჩანს უკმაყოფილოა იმით, რომ იარაღი აიღო. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევა იყო, ზეინები ამაღამ განყოფილებაში დატოვეთ და ცოტა გონსმოვა. Peki. კარგი. O halde siz ხვალ განყოფილებაში მოხვალთ და ჩვენებას დაწერთ, მაგრამ Ama mümkünse გამაყუჩებელი sakinleştirici ama- აღარ დალიოთ. Olur kız. კარგი მეთაურო. Ben sizi uğurlayayım. მე გაგაცილებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. Kusura bakmayın. ბოდიშ გიხდით მეთაურო, როგორც ჩანს ასიეს გონება დაბინდული აქვს. ფიქრეთ ბეი, ვიცი რომ ეს თქვენს დასარ გაუკეთებია. სავარაუდოდ ვიცი ვინც ისროლა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ასიე ჰანიმი გააფრთხილეთ, რომ თქვენს დას პრობლემებს ნუ შეუქმნის. Kardeşinize bir zorluk çıkarmasın. გასაგებია? მამა დაელაპარაკება. kendisine. Teşekkür ederiz. დიდი მადლობა რომ ჩვენი გესმით. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. ამას არასდროს დავივიწყებ ძმაო დურსუნ. Ben size მე iyilik სიგეთე yaptım. გაგიკეთეთ. Karşılığında kötülük თქვენ კი gördüm. ცუდად მომექეცით. Keşke hiç თქვენ düşünmeseydim სიამაყეს sizi არ უნდა gururum. მეფიქრა. Asiye, ასიე. şimdi daha ağır პასუხს konuşurdum გაგცემდი, ama მაგრამ არაფერს ვიტყვი. az da olsa მხოლოდ cezanı çektiğim იმიტომ için რომ bir dakika. შენი სასჯელი უკვე მიიღე. Bize ჩვენ müsaade წავალთ lütfen. რიзвან. Yarın თუ ხვალ Asiye ასიე istediği ჩვენებას gibi არ ifade მისცემს, verecek olursa, ევუს Yavuz'u jandarmaya პოლიციაში yollar. გავუშვებ. Sağ ol მადლობ დურსუნ. Ha. O öteki იცოდე konuda შენს senden haber ზარს bekliyorum. ველოდები. Tamam. კარგი, კარგი. Sen ne რის yapmaya მიღწევას çalışıyorsun? ცდილობ? შენთან მოლაპარაკებას Pazarlık ვცდილობ yapmaya რიзвან. çalışıyorum Rezvan. რა გინდა მითხარი რა? Ne? Sen დავემუქრე. beni tehdit ettin. მეც Ben de სერიოზულად senin მივიღე. tehdidini ciddiye aldım. მაგრამ Ama სიამაყე elinde bir მეც gururun მაქვს. var. Bırak şimdi გერყოფა gururunu, სიამაყეზე basarma ლაპარაკი. gururunda. ისევ არ დაიწყო. Kusura bakma. ბოდიში, Madem senin dediklerin მაგრამ რადგან olacak, ისე იქნება როგორც o შენ zaman გინდა. birinin bunun ერთი için gelip ადამიანი bana უნდა მოვიდეს და yalvarması მთხოვოს. lazım. Hiç kimse არასდროს hiçbir არაფერს şey გთხოვ. için yalvarmam. Estağfurullah. რას ამბობ? Sen benim ჩემი მამაკაცი ხარ. hiçbir kadın არ მინდა ქალს რამეს თხოვდე. Peki o zaman მაშინ რა გინდა? Zeynep'i mi ბოდიში kendine ზეინებმა söyleyeceksin? მოგიხადოს? Ne istiyorsun? Ben yarın onunla ზეინებს ხვალ konuşacağım. დაველაპარაკები.
Sakine mi o zaman? მაშინ sakine? რომელმა საქინემ Sakines უნდა ველაპარაკო? Rengin mi benim Sakine? ეს გინდა? Dengin Maşin muhatabın vistan kim senin ginda laparak Asiye? yasiye. Söylesene bana. ეს onun evladı. ადამიანის შვილის გამო ყველაფერს გააკეთებს. ახლა ჩემი გოგონას გამო Yapmadı mı? იმას ვიზამ, რაც 30 წელი არასდროს გამიკეთებია. შენი შვილებისთვის შენს ყველაფერი გააკეთე, რაც საჭირო იქნება. წამოდი, Sen arabada kal. შენ მანქანაში დარჩი. ნადიმე ჰანი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Hoş geldin Ayşe abla. მობრძანდი და ოიშე. Asiye Hanım'ın kesin. ასე ჰანი მომთხოვა ჩანთა შეგიმოწმოთ, იარაღი ხომ არ გაქვთ. Boş boş konuşma. სიცურელეს ნუ ამბობ. Çekil. Ezmeyeyim seni. გაგვატარეთ, თორემ გადაგივლით.